ფსიქოსომატიკა, ჰიპერტონია. Რატომ ვავადდებით და სად მიდის ჩვენი ენერგია? მეცნიერული დასკვნებით გამოდის, რომ თითქმის ნებისმიერ დაავადებას აქვს თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები. თანამედროვე მედიცინამ მიაღწია წარმოუდგენლად მაღალ დონეს, მაგრამ ადამიანებში დაავადებათა რიცხვი არ შემცირებულა. თუმცა კვლევა, რომელიც ჩატარდა, ხელს უწყობს დაავადების უმეტესობის გამომწვევ მიზეზებს. გამოდის, რომ თითქმის ნებისმიერ დაავადებას აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები. ამასთან დაკავშირებით მედიცინის სპეციალური დარგიც კი გაჩნდა, რომელიც ამ პრობლემას ეხება და მას ფსიქოსომატიკა ჰქვია. სწორედ ფსიქოსომატიკა გვეხმარება გავიგოთ, რატომ ცხოვრობენ ერთსა და იმავე პირობებში და ჭამენ ერთსა და იმავე საკვებს. ზოგიერთი ადამიანი პრაქტიკულად არასოდეს ავადდება, ზოგი კი საავადმყოფოებსა და კლინიკებში რეგულარულად ხვდება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ფსიქოლოგიურ მიზეზზე. უფრო სწორად, ადამიანის დამოკიდებულებაზე, მის გარშემო არსებულ სამყაროზე, ქცევის ხაზზე, რომელსაც ის აშენებს სხვა ადამიანებთან. ფსიქოსომატიკა ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ემოციების ზეგავლენა სხეულზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სიტყვა თავისთავად წარმოიშობა ორი ელემენტისგან: ფსიქე, სული და გონება და სომა, სხეული. ფსიქოსომატიკა აღწერს იმას, თუ როგორ იქცევა დაუმუშავებელი, გადაუმუშავებელი ემოცია ფიზიკურ სიმპტომად. ეს არის ხიდი ფსიქიკასა და სხეულს შორის. მტკიცებულება იმისა, რომ სხეული ყოველთვის გვისმენს და გვემორჩილება გონებას. როგორ მუშაობს ფსიქოსომატიკა? როდესაც ემოციური მდგომარეობა ან შინაგანი კონფლიქტი დიდხანს ჩნდება გაუცნობიერებლად, ის გროვდება ნერვულ სისტემაში, შემდეგ ვლინდება ჰორმონალურ ან იმუნურ დისბალანსში და საბოლოოდ გადაიქცევა ფიზიკურ სიმპტომად ან დაავადებად. ეს შეიძლება იყოს როგორც დროებითი სიმპტომები, მაგალითად კუჭის ტკივილი სტრესის დროს, სტრესის ფონზე, ასევე ქრონიკული დაავადებები, ასთმა, ფსორიოზი, ჰიპერტონია, რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბრო, და ასე შემდეგ. ფსიქოენერგეტიკულ მიზეზებს დაავადების მიღმა აქვს ფსიქოსომატური რუქა, ანუ რა ენით გვესაუბრება ჩვენი სხეული. ფსიქოსომატიკის თეორეტიკოსების აზრით, სხვადასხვა ორგანო, სისტემა დაკავშირებულია გარკვეულ ემოციურ თემებთან. ყოველი დაავადება ფსიქოლოგიური კონფლიქტის გამოვლინება. მაგალითად, ხმის იოგების პრობლემები ხშირად მიუთითებს საკუთარ თავზე გამოუთქმელ რეალობაზე, როდესაც ადამიანი არ ლაპარაკობს და ჩახშობილი აქვს. კუჭის აშლილობა, მოუნელებელი ემოციები, კუჭის პრობლემები, თავის ტკივილი, მუდმივი ფსიქოსომატური გადატვირთვა, კონტროლის სურვილი რაღაცაზე ან ვიღაცაზე, კისერი, ზემოდან კისერი, ფიქრებისა და ემოციური მოქნილობის ნაკლებობა, მკერდის პირდაპირ კავშირშია დედობასთან და თავდაცვასთან, საკუთარ თავთან დამოკიდებულებასთან. და ასევე ხშირად ვამბობ ხოლმე პირდაპირ კავშირშია მკერდის სიმსივნე, პირდაპირ კავშირშია თქვენს ცხოვრებაში არსებულ ორ კაცთან. ეს არის მამა და ეს არის ქმარი. გული, სიყვარულის ნაკლებობა, შიში, მიტოვების შიში, გულის პრობლემებს ეს იწვევს ფსიქოსომატურს. კუჭი უკვე ვახსენე, მოუნელებელი ემოციები და უკმაყოფილება, გასტრიტი და ასე შემდეგ შედის ამაში. გვიძლი, თუ კი არის ღვიძლის პრობლემები, ნაღვლის ბუშტის, ჩახშობილი აგრესია, ბრაზი, წელის ტკივილი, მხარდაჭერის ნაკლებობა, შიშები ფინანსებზე, ფეხების ტკივილი, სიმძიმე, კავშირშია წინსვლის შიშთან, აწმოსთან კონფლიქტი, მიუღებლობა აწმოსთან და კონფლიქტი აწმოსთან, კანი, ალერგია და ასე შემდეგ, ნებისმიერი კანზე გამონაყარი, თვითშეფასება, კონტაქტის საკითხები, ურთიერთობები, ნებისმიერი, მიუღებლობა. ფიზიკური დაავადება უკვე არის როგორც სიგნალი.
ფიზიკური ავადმყოფობა ხშირად სხეულის მიერ გამოგზავნილი სიგნალია. ის ეუბნება ადამიანს, რომ რაღაც არასწორად მიდის შინაგანად ან გარე რეალობაში. შესაძლოა იყოს სტრესი, გადაუმუშავებელი ემოციები, გადატვირთვა, შეუფერებელი ცხოვრების წესი, უძილობა, არაჯანსაღი კვებაო, მოძრაოდ ყოფნა ან პირიქით, შენახული ტკივილი, გადაუხარშავი ტრავმა, რომელიც ჩარჩა სხეულის რომელიღაც ნაწილში, ესეთი დაჭემული სახით. ეს ყველაფერი აგროვებს ტვირთს, რომელსაც სხეული ვეღარ ატარებს და იწყებს შემდეგ სხეული ლაპარაკს. უკვე ზემოთ ნახსენები დაავადებების სახით შეიძლება. და რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ სისტემაზე. სად მიდის ადამიანის ენერგია? ეზოთერიკული ხედვით ავადმყოფობის ფესვები ხშირად სწორედ ენერგეტიკულ დონეზე იწყება. ენერგიის გაჟონვა, როდესაც ადამიანი მუდმივად ემოციებშია ჩაფლული, განსაკუთრებით დანაკარგზე, წყენაზე, შიშზე და ნებისმიერ დაბალი ვიბრაციის ემოციებში. ამ დროს ენერგია გადის ადამიანის სხეულიდან. უთქმელი სიტყვები და დაუმთავრებელი კავშირები იჭერს ენერგიის წარსულში გვტოვებს და გაედინება ენერგია. კარმული დავალიანება ან აუწონავი ურთიერთობები არღვევს ენერგეტიკულ ბალანსს აგრეთვე. ენერგეტიკული ცენტრების ჩაკრების დისბალანსი. თითოეული ჩაკრა კონკრეტულ სხეულებრივ სისტემას აკონტროლებს ადამიანის სხეულში. და ასევე დახშული გული. მაგალითად, გული ანაჰატა ჩაკრა პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს ფილტვების და გულის პრობლემებთან და გადატვირთული მზის კვანძი, რასაც მანიპურა ემოციის ჩაკრა ქვია, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან პირდაპირ კავშირში იყოს მომნელებელი ემოციები. ასევე არის შეწოვილი ენერგიები, ემპათიურ ადამიანებს ხშირად იკიდებენ და ეკიდებათ სხვა ადამიანების ტკივილი, დაუცველობის დროს დაღლილობა, სხვა ადამიანის ენერგიები ადვილად იჭრება და არღვევს ჰარმონიას, ასე ვთქვათ, არღვევს დამცველ შემდეგ შიგნიდანვე არღვევს დამცველ გარს და იწყება ენერგიის გადინება. არსებობს ეგრეთ წოდებული რისკის ზონები, სადაც ენერგია იკარგება. ეს არის გაუცნობიერებელი შიშები და ქვეცნობიერი პროგრამები, უარყოფილი ემოციები და სურვილები, გარშემომყოფების დაკმაყოფილების მუდმივი მცდელობა, დარღვეული პირადი საზღვრები, უენერგიო ადამიანები ან ადამიანები ენერგოვამპირები ჩვენს ცხოვრებაში. უაზროდ გატარებული დრო, როდესაც სული არ იღებს სიხარულს, როდესაც რაღაცას აკეთებ და სიამოვნებას არ ღებულობ გაკეთებულ საქმეს. როგორია ციკლი ფსიქოსომატიკის? როგორ ხდება ეს ყველაფერი? პირველი, ეს არის დაუმუშავებელი ემოცია, რომელიც წინას დგას ტრავმა, რომელიც იწვევს ემოციას და ეს მოდის ძირითადად წყენა, შიში და დანაკარგისგან. შემდეგ ეს გადადის ქვეცნობიერ დაძაბულობაში, სხეული იწყებს დაჭიმვას, შემდეგ გადადის ბიოქიმიურ ცვლილებებში, ჰორმონალური დისბალანსი იწვევს პირველ რიგში, კორტიზონი და ადრენალინის ირღვევა ეს ფუნქციები და შემდეგ მეოთხე ნაბიჯი სტადია, ასე რომ ვთქვათ, არის ორგანული სიმპტომი, როდესაც ტკივილი გადადის უკვე ფიზიკურ სხეულში, ტკივილი ანთება და დაავადებაში. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ვერ იტანს მწარე სიმართლეს, შეიძლება ხშირად ჰქონდეს ხახის ან ყელის პრობლემები. როგორ ვიმუშაოთ ფსიქოსომატიკაზე? გაგიშტებათ, რა თქმა უნდა, კითხვა, ხო? პირველი, ეს არის სიმპტომის მოსმენა, არა მარტო რა მტკივა, არამედ რის თქმას ცდილობს ჩემი სხეული. მეორე, ემოციის ამოცნობა, თუ რა ემოცია დგას ამ ტკივილის უკან, რომელმა განცდამ შეიძლება გამოიწვია ეს. მესამე,
დამუშავება და გამოხატვა. ამაში გულისხმება თერაპია და სხვადასხვა მეთოდები არსებობს და ერთ-ერთი მათგანი არის მეტაფორული ბარათები, რომელზედაც მე ვმუშაობ. ვიყენებ და ძალიან კარგად მეტაფორულ ბარათებს პრაქტიკებში და შემდეგი არის სხეულთან კავშირი. სომატური პრაქტიკები, სუნთქვითი ტექნიკები, მედიტაციები და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, აუცილებელია პირველი 3 ნაბიჯი, რომ შემდეგ უკვე გამოიყენოს სხეულთან კავშირი და ესეთი მედიტაციური და სუნთქვითი ვარჯიშები. იმიტომ რომ ერთი მეორეს ავსებს. მარტო მედიტაციები არ მუშაობს. ანუ ამის თქმა მინდა, აუცილებელია თერაპია. ტრამვისგან გამოწვეული პოვნა იმ ემოციის, რომელიც რაღაც ტრამვამ გამოიწვია და რომელიც გადავიდა შემდეგ ფსიქოსომატურში. ეხლა კი მოდი ვისაუბროთ დაავადებაზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი აქვს ფსიქოსომატურ დაავადებებში და ეს არის ჰიპერტონია. ჰიპერტონია არტერიული წნევის მუდმივი მატებაა, რომელსაც ხშირად არ გააჩნია პირდაპირი ორგანული მიზეზი. სწორედ ამიტომ ის ფსიქოსომატიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ღრმა სიმპტომად ითვლება. ეს დაავადება დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თრგუნავენ ემოციებს და აგროვებენ უკმაყოფილებას ან ბრას დიდი ხნის განმავლობაში. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება აღმოაჩნდეს პასუხისმგებელ ადამიანებსაც, რომლებიც ოცნებობენ გარშემომყოფების მუდმივ გახარებაზე. გარდა ამისა, ესენი არიან პიროვნებები, რომლებიც ლიდერობისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ამ ადამიანებს საერთო აქვთ უმაღლესი ძალების რწმენის აბსოლუტური ნაკლებობა და ენერგიები, რომლებიც ავსებს თითოეულ ადამიანს, მიუღებლობა აქვთ ამის ყველაფრის. ეს ადამიანები თავიანთი ურწმუნოებით ბლოკავენ ენერგიის ნაკადს. მე ასეთ ადამიანებს ურწმუნოთომებს ვეძახი, რომელიც მათკენ მიედინება და არ აღიქვავენ მათ ადამიანებს, რომლებიც ეგო აწეული ადამიანები ქვია ამას კიდე. საკუთარ ეგოს აყოლილი ადამიანები. ფსიქოსომატური ფესვები ჰიპერტონიის დროს საიდან იღებს სათავეს ეს დაავადება. პირველი ეს არის ჩახშობილი აგრესია და კონტროლი. ჰიპერტონი ადამიანების უმრავლესობა არ გამოხატავს შიგნით დაგროვილ ბრას. ცდილობს ყველაფრის კონტროლს, განსაკუთრებით განიცდიან ახლობლების ბედზე. გრძნობს, რომ მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან. წნევა ეს არის სიმბოლური ზეწოლა შიგნიდან სხეულის, რაც მეტად ვიხუთებით შიგნიდან ადამიანები, მით მეტად იზრდება სისხლის წნევა, გარეგანი წნევა და ეს ვლინდება სისხლის წნევის ფორმით, ასე რა ვთქვათ რა. მეორე, ეს არის შიშით გამოწვეული დაძაბულობა. ჰიპერტონიკი ადამიანი შეიძლება იყოს მუდმივ შფოთვაში, მომავლის ან უცნობი მოვლენების შიში. შინაგანად მუდმივად მომზადებული თავდაცვისთვის. ორგანიზმი ამ დროს მუდმივად გამოყოფს ადრენალინს და კორტიზოლს, რაც აჩქარებს გულისცემას და ხდის ზეწოლას, ზრდის ზეწოლას, წნევის სახით. გამოდის ვლინდება ეს ყველაფერი. როდესაც არის ადამიანი მუდმივად შიშის ქვეშ. შემდეგი არის ემოციური ჩახშობა და სიჩუმე. მრავალი შემთხვევა მიუთითებს, რომ ჰიპერტონიკებს აქვთ წარსულის ტრამვები, ტკივილები, დანაკარგები, რომლებიც არ აქვთ გამოხატული ან დამუშავებული. რჩება სხეულში როგორც მუდმივი დაჭიბულობა, იბეჭდება გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. წნევის მატება შეიძლება ეწოდოს ესეთი ფორმულირება მივცეთ. სიტყვები, რომლებიც არ ითქვა, მაგრამ სხეულმა მაინც ამოხეთქა. წნევა, წნევის სახით. ჰიპერტონია არის როგორც სულიერი მესიჯი. სულის გამოძახილი. რას ცდილობ აკონტროლო შენს ცხოვრებაში? ვისზე ხარ გაბრაზებული, მაგრამ ვერ ამბობ? რის გამოხატვას ვერ ბედავ, მაგრამ შინაგანად გიხუთავს სულს? ჰიპერტონია ეუბნება ადამიანს: შიანელე, თავი შეინდე,
გადახედეს შენს ემოციურ ზეწოლებს და შეამცირეს შიგნით არსებული წნევა. თორემ სხეული დაიწყებს შემდეგ უკვე გამოვლინებას და ლაპარაკს დაავადებების სახით. რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ შევამსუბუქოთ ჰიპერტონიის ფსიქოსომატური ფონი ფსიქოთერაპიული გზებით. გზნობების ამოცნობა და გამოხატვა. ბრანსი წყენაში და საიდან მოდის ეს ყველაფერი. შინაგანი კონტროლის განთავისუფლება. ცხოვრების ნაგატში შესვლა და ნდობა, რაც მთავარია. პირველადი ოჯახური სცენარების გადახედვა. ვიზე იყავი პასუხისმგებლელი ბავშვობაში. ან რა პასუხისმგებლობა აქ ბავშვობაში. სომატური და ენერგეტიკული პრაქტიკები. რა შეგიძლიათ გამოიყენოთ? ეს არის ესეთი პანიკურ შეტევებში გადადის მე კიდე ეს ყველაფერი, ღრმა სუთქვითი ტექნიკები. ეს ისეთი ცნობილი ტექნიკაა. ზურგის ზედა ნაწილის ენერგეტიკული განთავისუფლება. აი აქ ამას მე ვეძახი ხურჯინს მოდებულს ბეჭებზე, რომელიც გვამძიმებს. გულის ჩაკრის ბალანსი, ანაჰატა ჩაკრა გახსნა და ემოციების გაშვება, ჩაკირული ემოციების და ტვირთის შემსუბუქება. პირდაპირ კავშირშია ბეჭებზე წამოდებულ ხურჯინზე. და ფიზიკურად შეგიძლიათ მარილიანი მიიღოთ აბანელია ბაზანა და ასევე მოყვითალო და მწვანე ფერის ენერგიების უფრო მეტი მიღება თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ აუცილებელია საწყისი პირვანდელი მიზეზების პოვნა. თუ რა ემოცია არის ჩაკირული და რა ტრამვამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მეც მომეთ ეს არ არის ისეთი მტკივნეული, უბრალოდ ამის მოშორება შეიძლება. იმისგან რომ განთავისუფლდეთ ქრონიკული ფსიქოსომატური ჰიპერტონიისგან, მაღალი წნევებისგან, თუ კი გაწუხებთ. იყო ჯანმრთელი სხეულით, ეს შენი არჩევანია. ხო და რას ირჩევ შენ? კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. მადლობა.